დილა მშვიდობის საქართველოში 11 საათია და გაცემა დღის ნიუსრუმი იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, დაზვერვის სამსახური კი სუსის მმართველობის სფეროში გადადის. რა შეიძლება იყოს ცვლილებების მიზეზი? ეს ერთ-ერთი საკითხი იქნება, რასაც დღევანდელ გაცემაში დაუთმობთ ყურადღებას. ალეკო ელისაშვილი, ლაშა ტუღუში დღეს მათ შეფასებებს მოისმენთ. ვიწყებთ 13 წამში, იქამდე კი თვალი გადავალოთ. საქართველოდან საფრანგეთის რესპუბლიკაში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განხორციელებული ტრაფიკინგის დანაშაულისთვის ძებნილი პირების ექსტრადაცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით აღნიშნული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე 212,152 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს. ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ეხმაურება. გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთის და კანადის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს, ქვეყნებს რეაგირება ექნებათ. განცხადებაში თელ-ავივის ქმედებები აღწერილია როგორც სრულიად არაადეკვატური ზომები. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ალეკო და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა რომ დამპაიგეთ. ბატონ ალეკო, თქვენი კოალიციის ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეების არსებით განხილვას იწყებს სასამართლო, ამიტომ დღეს ამით გავხსნათ გადაცემა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო დაწყებულ გამოძიებას. ახკვეთის ღონისძიების სახით შეფერდებული გირაო კი გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რის გამოც ამ ეტაპზე თავისუფლებაზე არიან, თუმცა საქმეზე განაჩენი წინაა. შესაბამისად, რას ელოდებით ხა თვითონ ქართულ ოცნებაში მუდმივად მეორებენ, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარს მოყვება შესაბამისი რეაგირება და ეს ამბავი ხუმრობად არავინ უნდა ჩათვალოს. მოგესალმებით ლელა, მაყურებელს მივესალმები. მიგვიფურთხებია მაგ კომისიისთვის, ეგრე ვიტყვი რა. და ჩვენი კოალიცია იყო პირველი, ვინც უარი თქვა მან მისვლაზე. ზუსტად ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თქვეს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თქვეს, პირველებმა უარი და სილა გააწნეს იმ კომისიას და თქვეს, რომ აი არ მივიღოთ, კიდე დაგვიბარეთ, კიდე არ დაგვიბარეთ. ნუ მე ხა იმდენ პატივს არ მდებენ, რომ დამპატიჟონიქ, აი მოღალატეების კომისიაზე, მაგრამ ნუ ფაქტია რა არც მე მივალ და არც ხო არ მივალ ჩვენგან გამორიცხულია. იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ღალატის კომისია პირდაპირ ეთერში და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ საქმეს გვიოლებენ ამ ხელისუფლებას რომ შევცვლით, მე პირდაპირ მაგ კომისიის საქმეებს ავიღებ და მაგ საქმეებს დაყრდნობით გავამწესებ წულკიანის თამადობით აი მოღალატეობრივი კომისიის წევრებს, სადაც საჭიროა და საჭიროა ციხეში მათ ჩასმა სამშობლოს ღალატისთვის ზუსტად. იმიტომ რომ რასაც ჩადიან ეს არის ქართული არმიის და თავდაცვის ძალების შეურაცხყოფა, ეს არის ვეტერანების შეურაცხყოფა, ქართული სახელმწიფო შეურაცხყოფა და რუსებისთვის კუდის ქიცინი და რუსული საქმის კეთება. იქ მეტი არაფერი არ ხდება. აი უშუალოდ ხაზარაძე ჯაფარიძეს რაც შეეხება, ხა ეს კითხვა ბევრჯერ დასმულა, თუმცა თემის აქტუალურობიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავსვათ. აი საგამოძიებო კომისია პარლამენტში თავდაპირველად ნაციონალურ მოძრაობის საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიბარა კომისიამ იყო სწორედ ხაზარაძე ჯაფარიძე. აი რისი თქმა და ჩვენება უნდოდა ამით ქართულ ოცნებას? არაფერი, ის კომისია არის და უთავბოლობა, ხო ხედავთ, ყველა საქმეზე თვითონ აფეთქდნენ და უკან შეუტრიალდათ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებს ქექავენ, საიდანაც ძალიან დიდი სიმყრალე ვარდება ხოლმე და ისე უკან უტრიალდებათ. ეგ ყველაფერი თან რომელი 5 კაცი არის იმ კომისიაში. იმ 5-დან 2 ნაციონალი იყო. ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ნაციონალების დროს. ერთი კიდე სომხეთში ელჩი იყო და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ უძრებოდა ერთ ადგილას შარმანაშვილი სააკაშვილს. ძალიან კარგად მახსოვს, საკონსტიტუციო კომისიის წევრი რო იყო, რო შეცვალეს კონსტიტუცია და სააკაშვილს რომ მოარგეს. აი იმ კომისიაში იყო შარმანაშვილი. და რომელ ნაციონალებს იძიებენ, ერთ ძალიან მაინტერესებს. გამოტენილები არიან თვითონ ნაციონალებით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო კაცი ნაციონალების დროს და რას იძიებენ, ერთ ძალიან მაინტერესებს. ისევ როგორც აი ყოველი მეორე ქართულ ოცნებაში არის ნაციონალი, ყოველი მეორე. ერთ ძალიან მაინტერესებს ქართული ოცნების ხარდამჭერებს. ეგ არ აინტერესებს თუ მაგას იმაშვებიან, ისხლიტავენ ერთი როგორ არის. ყოველი მეორე ნაციონალი არის ქართული ოცნებაში. აი მით უფრო აქტუალურია კითხვა მაშინ რა შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნის და მუშაობის თავის სიმყრალეში არიან აზევილები, მიზანი აქვს რომ
მიზანი აქვს რომ დააზიანონ ქართული სახელმწიფო. დააბრალონ ომი, ქართულ ჯარისკაცებს დააბრალონ ომი, თქვა რომ ანწუხელიძე გმირი არა და ანწუხელიცნაირი გმირები არ გვჭირდება ოკობახიძემ პირდაპირ თქვა ხო? თახსირება აი ეს არის რა ბიტაპირ გამოდიან და იძახიან რომ საქართველოს დაიწყო ომი. წარმოგიდგენთ აი ეგ არის რომ რუსებს უკიცინონ კუდი და ვითომ ნაციონალებს ებრძვიან თვითონ არიან თქო 5 კაციდან 2 ნაციონალია. აი ესეთი ნომრიანი. მე მეტი რაღა გინდა ჩინაგან საკითხთა მინისტრის მოადგილე იყო 4 წელი კაცი და რანაირად არა ნაციონალებს არ იმსახურებოდა და შარმანაშვილი კიდე ლაკუცა იყო იმის რა ქვია სააკაშვილის. ელჩი იყო სომხეთში სააკაშვილმა დანიშნა და ნახეთ ის ვიდეო ხო არქივი შესანიშნავი რამაა რომ იძახის რომ ძალიან დიდი მადლობა სააკაშვილს რომ გაიძახს. თუმცა საგამოძიებო კომისია იბარებს იმ პირებს, ვისაც იბარებს საბოლოო ჯამში. აი გირაოს გადახტა ხრჩობიან მე. გირაოს გადახტა არ გადახტის თემასაც შევეხოთ ახლა ხაზარაძე ჯაფარიძემ როგორც უკვე თქვით აღკვეთ ის ღონისძიების სახით შეფერდებული გირაო გადაიხადეს და ამ ეტაპზე გარეთ არიან, თუმცა არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ამის გაკეთებას არ აპირებენ. აგერ იცით რომ ირაკლი ოქროშვილი სწორედ გირაოს გადაუხდელობის გამო უკვე დააპატიმრეს, ამ კვირაში კი პატიმრობის გაწყვეტილებას ელოდება ზურაბ ჯაფარიძეს. გირაოს გადახდას არ აპირებს არც ნიკა ვარამია, აი ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე კი ჯერ კიდევ ფიქრობენ. ეხლა გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა იყო გუშინ ჩვენი სტუმარი, რომელიც ფიქრობს, რომ გირაოს გადახდა არის უკეთესი და ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ ფუფუნება პოლიტიკოსები ციხეში ისხდნენ და პოლიტიკურ პროცესებს ასე ვთქვათ გამოეთიშონ. თქვენი აზრით რა არის უკეთესი? არის მე ხებზე ვერ ვილაპარაკებ, მე ხო გითხარით აგერ ამ ხელა პატივი არ და არა შანსი არა, ჯერ არც ამაქვს მაგდენ გირაო რომ გადავიხატო და მე მეორე რონც გონდეს არ გადავიხდი შანსი არ არის, მიმიფურთხებია თქო მაგათი კომისიისთვის. უბრალოდ მე პატივს არ მდებენ და არ მიბარებენ ღალატის კომისიაზე, თორემ თუ აპირებენ და მიბარონ წინასწარ იცოდნენ რომ ერთი თეთრის გადამხდელი არა ვარ. იმიტომ რომ გითხარით უკვე რა დამოკიდებულებაც მაქვს მაგ კომისიის მიმართ. მოღალატეები არიან და აუცილებლად მოვა დრო როდესაც აი მოღალატეებს ვინც იმ ყველაფერში მონაწილეობენ, ციხეში მივაკითხავ და მჟავებ მაწონს მიუწავ. ეგრე სასაცილო ჯღერდა ხოლმე სააკაშვილზე და ვანო მერაბიშვილზე როცა ვიძახდი, რომ ადრე თუ გიან ციხეში გნახავთ თქო და მაგაზე ყველას ეცინებოდა და აი ეგრე იცინის ის ვინც ბოლოს იცინის და აუცილებლად მიუწავ მჟავებ მაწონს მაგათმე წულუკიანს აი უმსგავსო სოზარს, აი აბსოლუტურად დეგრადირებულ ადამიანს. მჟავეს რატომ? მჟავეს აბა კაი მაწონი რატომ უნდა მიუტანო მაგათ. მჟავე მაწონი უნდა მიუყოტანო და გამხმარე ბულკები და ღრნან მერე ის. თორე დეგაი სოზარს უბარები, როგორ დეგრადირდა ადამიანი, როგორ შეიძლება იყო ერთი და უცბად რაღაცა რავი არც ისეთი ბებერი აქვს შობელძაღლი ეგა როგორ გათახსირდა თავის ცხოვრების მეორე მიწურულს. როგორ თავის რასაც თელი ცხოვრება აკეთებდა იმას ებრძვის. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი იყო. რადიო თავისუფლებაში მუშაობდა, სახალხო დამცველი იყო და იმას რა ქვია, ეხლა დგას და იმ ყველაფერს თავის წარსულს იმაშობა და აგენტები და რაღაცებს იძახის და თვითონ არის აგენტი თავისუფლების ინსტიტუტში იყო, რადიო თავისუფლებაში მუშაობდა, მეც მუშაობ, ძალიან მიამაყება 3 წელიწად ნახევარი მუშაობდა რადიო თავისუფლებაში. ხო და რეებს ლაპარაკობს, რეებს კადრობს, ადამიანი ეგრე დეგრადირებული იყოს არ მინახავს ნამდვილად რა. არა, სოზარს მჟავე მაწონსაც არ მიუყავ. კარგი. მოგლეთ არ არის სახუმარო, მართლა მოვა ის დრო, როცა მე თქვენთან ეთერში ვიჯდები და ეგენი ციხეში იქნებიან. აუცილებლად. და აუცილებლად ყოველკვირა ვივლი ხოლმე რომ შევახსენო რომ მოღალატეები არიან, ქალიან, კაციანა. ამ კითხვის დასმაც ხშირად გვიწევს ხოლმე საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრის კონტექსტში, სად უფრო აწყობს თვითონ ქართულ ოცნებას პოლიტიკური ოპონენტები თავისუფლებაზე ციხეში თუ გისოსებს მიღმა. ეხლა ერთი შეხედვით ნამდვილად არ უნდა შედიოდეს ხო სახელმწიფო პარტიის ინტერესებში პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, მით უფრო რომ 50-ზე მეტი პატიმარი ყავს, რომელიც პოლიტპატიმრად ფასდება. თუმცა ეხლა ვხედავთ რომ ქართული ოცნება არ ერიდება სწორედ ამ გზით სიარულს. შესაბამისად, აი რა ლოგიკა და ახსნა უნდა მომძებნოთ იმაში, რომ ქართული ოცნება უკან არიხევს, ასე ვთქვათ. ნუ ახლა არიან რაღაცა ვითომ მაგარი ბიჭები და მაგარი გოგოები არიან და მიაჩნიათ ახლა ისე არიან ისე ღრმად შეტოპეს მაგათმა რომ მაგათგან ნებისმიერი კომპრომისული ნაბიჯი იქნება მაგათი დაფშნის წინაპირობა და საწინდარი. იქამდე მიიყვანეს საქმე, ხო ერთი პოლიციელი არ დაუშჭიათ, ერთი ტიტუშკა და მოძალადი არ დაუშიათ, არავინ არ დაუშიათ იმ მსგავსობისთვის, რასაც და იმ ძალადობისთვის და აღვირახსნილებისთვის, რასაც ქვეყანაში სჭადიან და
თავის შეიყვანეს ისეთ მდგომარეობაში, რომ როგორც კი ერთ რაღაცა ისეთ ნაბიჯს გადადგავენ, თავზე დაემხობათ ყველაფერი და მოუწევთ კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა აუცილებლად და დაემხობათ კიდეც თავზე ყველაფერი და უნდა დაემხოს კიდეც. კარგი, კი ბატონო, ამოვწუროთ ეს საკითხი და გადავიდეთ სხვა თემებზეც. აი სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, გუშინ გახდა ამის თაობაზე ცნობილი კოკა კაციტაძის უწყება გენერალური პროკურატურის მმართველობის სფეროში გადადის, ცვლილება შედის ჯამში 20 კანონში. აი რამდენადაც გვახსოვს, ახლა ეს იყო ევროკავშირის დირექტივა და რეკომენდაცია და სწორედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით ამის გამო შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო უწყება, როგორც ცალკე ესე ვთქვათ სამსახური. აი შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, რატომ ირღვევა ახლა ეს რეკომენდაცია და რატომ აბრუნებს პროკურატურის უფლებამოსილებაში იმ უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დავიწყოთ იქიდან, რომ კი პროკურატურას ჰქონდა ეს, მანდ იყო ოჯახური ძალადობის ამბები და ძირითადად არის სამოხელეო და ძალისმიერ სტრუქტურების რა, მოკლედ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა დანაშაული. ეს მომწიფებული იყო ისაც პროკურატურაში ეს რეფორმა, უბრალოდ ევროკავშირმაც გვირჩია, რომ ჯობდა ასე გაკეთებულიყო და მართლაც უზარმაზარი ფული დახარჯეს იმისთვის, რომ შენობები აშენდა მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ შენობები არ არის 100-იანზე. და იმას გამოიყო, რა თქმა უნდა, ძალიან სწორი იყო, რომ ეს თავის ტკივილი მოშორებოდა პროკურატურას და აბსოლუტურად მომწიფებული იყო ეს რეფორმა და სწორი იყო, როდესაც ევროკავშირის გზაზე ვიყავით, სწორ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე. და მოდით ახლა მე მინდა აი ტვინში ბეტონი რო აქვს და ცემენტი ქართული ოცნობის ბევრ მხარდამჭერს იმათ უთხრა ვინ არის და ვინ დანიშნეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად. ნაციონალური მოძრაობის პროკურორი კოკა კაციტაძე, ზურაბ ადეიშვილის ცუციკი რა ქვია კოკა კაციტაძე. გადაახვიეთ ჩემო ბატონო, YouTube-ია ეგერ, Google-ია, მოძებნეთ, ნახეთ. ის იყო პრესპიკერი, იყო პროკურატურის. ნაციონალების დროს და ყველაზე მტარვალი სტრუქტურა რა იყო პროკურატურა, ხო? ტყილა უბრალოდ რო შარს გდებდა. შესაბამით და ტყილა უბრალოდ რო ხალხს იჭერდა და აწამებდა. აი ეს კაცი იყო ერთ-ერთი კოკა კაცი. დასახურია აქეთკენ ხალხს საუბარი. მან ხა ეს რო ტუტუცი რო დანიშნეს, იმას კი არ ნიშნავს. არ იყო ეს გასაუქმებელი, მაგრამ შეხედეთ ამ სტრუქტურას რა ევალებოდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები თუ თავის უფლებამოსილებას გადაამეტებდნენ, ის უნდა გამოეძიებინა. სპეციალურად გამოიყო ეს პროკურატურისგან და არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ. ჩემთან დაკავშირებით მარტო ორი საქმე მიდიოდა საგამოძიებო სამსახურში. ჩემთან დაკავშირებით. სხვას რო თავი დავანებო და მილიონია ხო იქ რამდენი ცემატყეპა იყო და ერთი ფაქტი ვერ წარმოგიდგენიათ ეგეთი ანეკდოტური რაღაცა, რომ კადრში შარშან 17 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან 20 პოლიციელი მირყავდა. 20 პელიც კამერების წინ. ჩანან სახეზე ყველაფერი ჩანს. და ამ სტრუქტურამ ერთი წელი ვერ გაარკვია ვინ არიან ის პოლიციელები. რატომ ხდება ის, რაც ხდება? თავისუფლებით გეუბნებით, ისე შეიყვანეს თავი ჩიხში, საკუთარი თავი ისე შეიყვანეს ჩიხში, რომ ერთი პოლიციელით რო დასაჯონ, ჩამოეფრინებათ ყველაფერი. ძალიან კარგად ვიცი ვინც იყვნენ ის პოლიციელები, მივედი და უთხრა რომ ზაქრო ჩოხელი, ერთ-ერთი ხაშურის პოლიციის უფროსის მოადგილე, ეხა კრიმპოლის თანამშრომელი მაღალჩინოსან ერთ-ერთი. ეგ იყო ერთ-ერთი მეთქი ულაპლაპებს თავი იმ კადრებში. თავი მოიშტერეს, მაგრამ ნუ ეხა არავინ არ არის არც საქართველოში და არც უცხოეთში, რომ დაიჯეროს, რომ საგამოძიებო სამსახურმა ერთი პოლიციელის ვერ მიაკვნია ერთ პოლიციელსაც, რომელიც ძალადობდა მომიტინგეებზე, ხო? შესაბამისად, მიხვდნენ, რომ ძალიან ანეკდოტურ უცხოეთში რომ ჩადიან, თუ სადმე ჩაესვლებათ, ეუბნებიან, რომ ერთი პოლიციელი რატო არ არის დაჭრილი? ეს სპეციალური სამსახური არსებობს, ამდენი ხალხი რო იქ მუშაობს. რა გააკეთა, როგორ ვერ გამოიკვლიეთ? არა, ჯერ ვერ გავდავადე, რა ვერ და ერთი წელი რა ვერ დაადგინე. შესაბამისად, ძალიან დებილების მდგომარეობაში იყვნენ იდიოტები სამსახურის გამო, თან რა დაიმართა კაციტაძე დაასანქცია ბრიტანეთმა და დარჩა უხელფასოდ და იმად რა ქვია, უბარათოთ და უვიზოთ. ხო და ნუ ახლა ეგეთი გაგორებული ფალოვანი არც უნდა და თან მიხვდნენ, რომ ძალიან ყეყეჩურ პოზიციაში იყვნენ, იმიტომ რომ რანაირად ვერ გამოიძიე ერთი საქმე, ერთი პოლიციელი რანაირად ვერ დასაჯა, ამ ხელა სამსახური არსებობს და კიდევ ერთი უწყება, რომელსაც ცვლილებები ეხება, დაზვერვის სამსახური, აქამდე პრემიერ-მინისტრის უშუალოდ დაქვემდებარებაში არსებული სამსახური, ახლა უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუსის საქვეუწყებო დაწესებულებად ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. აი რატომ სუსში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრუქტურების თავმოყრა? ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიზეზი რაში უნდა ვეძებოთ? ფეხებზე კიდიათ ამათ ქვეყანა და სახელმწიფო და იმიტომ დაზვერვის სამსახური იყო ეტნაკლებად ნორმალურად ფუნქციონირებდა ეს სტრუქტურა, თავდაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი პარლამენტში და იქ დახურულ შეხვედრებზე ანალიტიკოსები ყავდათ, არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი
მოხსენებები გაუკეთებიათ ხოლმე ყარაბაღის ომთან დაკავშირებით მიმოხილვა ჰქონდა როგორანაირად რა ხდება ვითარება რეგიონში ვითარება ძალიან კარგი ანალიტიკოსები იყო და ძალიან საჭირო სტრუქტურა იყო. ამათ რო სახელმწიფო ფეხებზე არ ეკიდოთ, მაშინ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პირადად ექვემ რა არის დაზვერვის სამსახური, რომ საქართველოს გარშემო რეგიონში რა ხდება, კიდევ უფრო ფართე რეგიონში რა ხდება, პრემიერ-მინისტრს სულ კონდეს ისინი რა ქვია მიმოხილვები. და შესაძლო სცენარები, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რომ გიმარტივდებოდეს მთავრობის თავმჯდომარეს და ქვეყნის ხელმძღვანელს გიმარტივდებოდეს გადაწყვეტილების მიღება. რომ ამ რაღაცა ერთაშორისო ქარტაკილებში ზუსტი ხაზი გეჭიროს. ამისთვისა, როგორ შეიძლება ამას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი ელეოდეს და მისი უშუალო დაქვემდებარებიდან გადაყონდეს სუსში, ხო, რაღაცა კიდე ქვე რაღაცაში გადაყონდეს. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამას არის. რას გამოიწვევს თქვენი აზრით? დაზვერვის სამსახურის სუსში გადატანა. საუბარია მაყურებლებს რომ გავახსენოთ უწყებაზე, რომელიც როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა 1997 წლიდან მე თქვენ გეტყვით რამდენიმე ფაქტს, რომელიც ეხლა ნუ საჯარო ამბავია და ეხლა ძალიან საიდუმლოს არ გავთქვა, კი მქონდა იქ რაღაცებზე ხელი მოწერილი ახლა საკუთრებული საიდუმლოები იქ არც მომისმენია, მაგრამ იყო რაღაცები, რომელსაც მომაღლაპარაკი არ შეიძლება და არ დავარღვევ არავითარ შემთხვევაში მაგწეს, მაგრამ მაგალითად ეს იყო რუსეთის შეკავებისთვის, მოდი გულახდილად რო ვთქვათ. რომ საგარეო ფრონტზე რუსეთის საქართველოს საწინააღმდეგო აქტივობები შემაკავებელი ყოფილიყო. მაგალითად, რამდენიმე კარგი რაც გააკეთა ოპერაცია დავარქვათ ასეთი დაზვერვის სამსახურმა იყო ის, რომ დაზვერვის სამსახურმა აღკვეთა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ზოგიერთი იგივეს ვერ გააკეთა. სუსის კოლგის ფუში იგივეს ვერ გააკეთა. გაცილებით თავდაჯერებული დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო, ცალკე ბიუჯეტით, ცალკე ოფისით, ცალკე სამსახურით და პირდაპირ აბარებდა ანგარის პრემიერ-მინისტრს და არავის სხვას. ეხლა პრემიერ-მინისტრს რომ მიაწოდონ ხმა, ისა ინფორმაცია, ანალიტიკა, მაგრამ რაღაცა შემოვლითი გზებით უნდა იარონ და რატო? როცა ეს იმიტომ რომ ესენი რუსეთის დირექტივა იქნება ეს დარწმუნებული ვარ, რუსები ეტყობენ რომ რა შეგჭირდებათ კაცო მოაშორეთ ეს დაზვერვა, რატო გვებლანდებიან ფეხებში. ეს იქნება რუსული დირექტივა. თორე რამდენჯერმე აღკვეთეს თქო, ხო ის როგორა ვიღაცა ჩანჩურა ქვეყნები არსებობენ მსოფლიოში, ვანუატუ და რაღაცა დაწყევლილი ქვეყნები, რომლებიც ვაჭრობენ არაღიარებული ქვეყნების აღიარებით. რომ მოდი ახლა მე ვაღიარებ და თუ გინდა რომ უკან წავიღო აღიარება მომეცი 1 მილიონი 2 მილიონი არიან ეგეთი რაღაც თახსილი ქვეყნები და ეს ვანუატუ და რაღაც ჯანდაბა ქვეყნებმა რამდენიმე რო აღიარეს ზუსტად ეგ იყო და ასეთ ინფორმაციას ჩაეჭიდა რამდენჯერმე ჩვენი დაზვერვა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ამის პრევენცია მოხდა და კიდევ ბევრი რაღაცა ფაქტებია რომელიც არ მინდა ეხლა არ შეიძლება იმას ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურა იყო სახელმწიფოებრივად სწორი იყო რომ დაზვერვის სამსახური დარჩენილი იყო პრემიერის დაქვემდებარებაში და ефუნქციონირდა ეს ნიშნავს რომ დაზვერვის სამსახურს აუქმებენ უბრალოდ ფუნქციას უკარგავენ ჩემი განსაცვეთი რომ ყოფილიყო დამოუკიდებლობაც დარჩეოდა უფლებამოსილებასაც გაუზდიდი ისე როგორც დაფინანსება იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა მაგრამ ამათ სახელმწიფო ფეხებზე კიდია და შეფოს ამათვის დრო მინდა რომ სწორად გავანაწილო და კიდევ რამდენიმე საკითხზე მოვასწროთ საუბარი მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრის გარეშე ვერ გაგიშვებთ მით უფრო რომ თქვენი კოალიცია ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ ძალებს შორის რომელზეც ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ აქტიური სამზადისი გაქვთ დაწყებული არის თუ არა ეს ასე ანუ რამდენად დაიწყეთ მომზადება მუნიციპალური არჩევნებისთვის და აქვე ხა ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრია თუმცა კიდევ ერთხელ აი რა პასუხი გაქვთ იმ პოლიტიკური პარტიების და ლიდერების მიმართ რომლებიც ფიქრობენ რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი ეს არის ბოიკოტი როცა საქმე ეხება თვითმმართველობის არჩევნებს. ეს ბოიკოტს ნუ რავინ უგასწავლის იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთმა პირველმა დავწერეთ მანდატებზე უარი და გავთქვით იმაზე რა ქვია ზოგიერთ მანდატები დღემდე გაუქმებული არ აქვს ამიტომ ხა ჭკუას ნუ რავინ უგვარიგებს. ის რომ ჩვენი კოალიცია არჩევნებისთვის ემზადება, ეს არის ლოგიკური. ნებისმიერი პარტია არსებობს იმისთვის, რომ ემზადებოდეს არჩევნებისთვის. პარტიის ფუნქცია სხვა კი არ არის. არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რეფორმების გატარებისთვის. ამისთვის არსებობს პარტია, ისე როგორც არსებობს ჯარი იმისთვის, რომ მუდმივად იწვრთნებოდეს ომისთვის. შეიძლება არასოდეს ომმა არ მოუწიოს, მაგრამ ჯარის ფუნქცია არის ის, რომ ომისთვის ემზადებოდეს. პარტიის ფუნქცია, რომ ემზადებოდეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის და ემზადებოდეს არჩევნების გზით ხელისუფლების მორჩა. ორჯერ 2-4-ია. და ამისთვის რომ ემზადე, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებს არ შეეხება. ჩვენ ფიქრობთ დღეს მხოლოდ ორ საკითხზე. ეს არის პოლიტიკური ტყვეების გამოშვება ციხიდან და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ჩანიშვნა და საარჩევნო სისტემის გამართვა. მეტი არაფერზე არ ფიქრობთ. შესაბამისად, ოქტომბერში რა მოხდება და დეკემბერში რა მოხდება, ეგ ჩვენი დღის წესრიგში დღეს არ დგას. არანაირად არ დგას. ჩვენი დღის წესრიგია პოლიტიკური პატიმრებისთვის რა გავაკეთოთ და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად და საარჩევნო სისტემის მეტაკლებად გასაშალაშებლად. ახალი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში
გააქვთ პასუხი კითხვაზე, მიიღებთ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. 1000-ში ვთქვი უკვე ამაზე. ხალხი ციხეში რო იტანჯება და გმინავს, მაშინ ჩვენ არჩევნებზე ფიქს არ ვაპირებთ. ანუ რეალურად ემზადებით არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნებისთვის ვემზადებით. პარტია არსებობს იმისთვის და ამ შემთხვევაში კოალიცია ძლიერი საქართველოს რომ მოემზადეს არჩევნებისთვის. იმიტომ რომ ქართული ოცნება ემზადება გამალებით არჩევნებისთვის. ეხლა მიდის იმის რა ქვია, მთელი დავიდარება საარჩევნო, ემზადებიან ჩემი ინფორმაციით ამას ვამბობ ხშირად რომ იმიტომ რომ დადასტურებულად ვიცი რომ ფიქრობენ რომ ერთად ჩაატარონ ოქტომბერში საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარონ ოქტომბერში და გაზაფხულზე ჩაატარონ საპარლამენტო. ასე რომ ისინი გამალებით ემზადებიან და ჩვენ უნდა ვიყოთ არჩევნებისთვის მზად, მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას ვაპირებთ. ასეთ ვითარებაში, რომ ვითომ არაფერი არ ხდება და ის რა ქვია, ამ ბოლშევიკებთან, ამ კომუნისტებთან და ამ რუსის აგენტურასთან ასე პირდაპირ შიშველი ხელებით არჩევნებში შესვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ და გიჟები არ აქვს. კარგი, ბატონო ალიკო, პარტიების ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად სატელეფონო არჩევნების თუ არ ვიცი როგორ უფრო სწორია, მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარების ინიციატივით გამოდის, საუბარია პაატა ბურჭულაძესთან კონსულტაციებზე გაჟღერებული იდეაზე, დაინერგოს სისტემა, რომელთაც მოქალაქეებს აი სწორედ ტელეფონის საშუალებით ექნებათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ქართული ოცნების მიერ ადმინისტრირებულ თვითმმართველობის არჩევნებს არ ენდობიან და შესაბამისად მაშინ მონაწილეობას არ აპირებენ. ახლა ქართულ ოცნებაში, ასე ვთქვათ, სიცილად არ ყოფნით ეს ინიციატივა. როგორ უყურებთ მას დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ვინც ბურჭულაძესთან კონსულტაციებში არ მონაწილეობთ? პაატა ბურჭულაძის სიტყვების არასწორი და უსინდისო ინტერპრეტაცია ის და მეტი არაფერი და ის ამ ხელაკაცი როა ვოლსკი ბაბუა ჩემის პაპა ჩემის პაპის კლასელი იყო არაცხვენია როდი გაზდა იღრიჭება იმასავე და ცოტა ოდის უნდა დასერიოზულდეს ხო ხედავ ორი ცხარი ყავს უკვე ფეხზე გამობმული და რავი დროა სერიოზული იყოს უფრო არ თქოს პაატა ბურჭულაძეს სხვა და რომ მოჭრილად რომ აი სატელეფონო იმას რა ქვია არჩევნებს ვატარე არა მე შევხვდი ბატონ პაატას ქონდა ჩვენ საუბარი და აზრების გასვლა მაგალითად ერთ-ერთი იდეა რომ ჩატარდეს პლებისციტი ეს ქართული ოცნება აქეთ უნდა იხვეწებოდეს რომ ჩატარდეს პლებისციტი არა რეფერენდუმი არამედ პლებისციტი რომ გინდათ თუ არა საპარლამენტო არჩევნები ეს იქნებოდა აბსოლუტურად ადეკვატური ადამიანური გამოსავალი და განმუხტველი სიტუაციის ეს იქნება ძალიან სწორი რაღაც ამას პირიქით უნდა ფიქრობდეს და გავაზრდოს ქართული ოცნება როგორც გამოსავალს ასეთ საკითხებზე არის რაღაცა მზა იდეაზე არ არის რომ აი მოდი ახლა ეს არის და გავაკეთოთ არა მიდის ასთა გაცვლა გამოსვლა ჩვეულებრივი ბუნებრივი ამბავია და ის რო გინდა თუ არა ტელეფონით ვატარებთ კონვერტებით არჩევნებს ასე მკაფიოდ არ ყოფილა იდეებია რომელიც მაგიდაზეა და რომელთა განხილვა იმაზე რას ფიქრობთ რომ სალომე ზურაბიშვილთან არსებული პლატფორმის პარალელურად რომელი პლატფორმის აქტიური მონაწილეც თქვენი კოალიცია შეიქმნა კიდევ ერთი პლატფორმა სწორედ პაატა ბურჭულაძესთან იცით რომ პარტიები რომლებიც არ დადიან სალომე ზურაბიშვილთან დადიან სწორედ ბურჭულაძესთან კონსულტაციებზე აი რამდენად შეიძლება ბურჭულაძესთან არსებული ფორმატი ასე ვთქვათ გახდეს სალომე ზურაბიშვილთან არსებული ფორმატის ალტერნატივა და ზოგადად ამ ამბავს როგორ უყურებთ? არ მომწონს მე ფორმატობანა. მე არ მგონია რომ პაატა ბურჭულაძეს რამე პრობლემა ქონდეს სალომე ზურაბიშვილთან ან პირიქით. აი ეს ამდენი პლატფორმები რასაჭირო არ ვიცი. ჩვენ მიგვაჩნია რომ ამ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილი არის ის პოლიტიკოსიც და ლიდერის რომელსაც შეუძლია შეკრება ოპოზიციური სპექტრის, რომელსაც აქვს სახელი უცხოელებთან ურთიერთობის დროს საქართველოს ფარგლებს მიღმა. შესაბამისად, რა ვქნა ახლა, ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია დამატებითი ფორმატების და რაღაცა პლატფორმების შექმნა. არ მიმაჩნია სწორად. ნუ ავქნათ ეგეთი ხალხი ვართ ქართველები, ერთობა ესეთ კრიტიკულ დროსაც ძალიან გვიჭირს. როგორ ისტორიულად აი ეგ საინტერესო ესე ვთქვათ თემაა ბატონ ალეკო. აი რა არის მიზეზები იმის რომ ოპოზიციური ფლანგი ისევ ასე ვთქვათ რამდენიმე ნაწილად მარტივ მომრავლებად იყოფა, მაშინ როდესაც გაერთიანება საჭირო და სხვათა შორის თვითონ ოპოზიციაშიც საუბრობთ ამ ერთიანობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. ხედავს თუ არა ამ მრჩეველი შესაბამისად ისევ დაქსაქსულობას და დაყოფას ოპოზიციურ სპექტრში. რა, მე სხვების მაგირად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე ჩემ თავში გადავაბიჯე რაღაცეებს და მე ვამბობდი, რომ ეხლა რაღაც დროს სააკაშვილი და ნაციონალები და ესა წაიღო რუსეთმა ქვეყანა და აგერ რუსები გვიზიან ხელისუფლებაში და გვისხედან თქოდა. ვამბობდი, რომ ეხლა მოდი ეხლა ეს რაღაცები ცოტა ხანი დავივიწყოთ და დავდგეთ ერთად, რომ ერთად ვიბრძვით. მე ვამბობდი ამას სააკაშვილი ასე უმოძრაობა დასანახად არ მიყვარდა და ახლაც არ მეხატება დიდად გულზე, მაგრამ როცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებია და რაღაც ეროვნული საფრთხე არის, მაშინ ჩემი აზრით ჩვენი ამბიციები უნდა გადავწიოთ უკან.
პრობლემა არის ჩვენი ისტორიული ხასიათი. აი ეგეთი ხასიათის ვართ, რო წაიკითხოთ ნებისმიერი უცხოელი ამას წერს, რომ ქართველებს რო ერთი პირი მისცა, ამათი დამარცხებელი დედამიწაზე ვერავინ ვერ იქნებოდა. არ შეგვიძლია ერთობა. ხელს რა გვიშლის ამბიციები, ამპარტავნება, რომელიც აქვს ძალიან ბევრ პოლიტიკოს. ხო და რაც უფრო ხშირად ჩანს ტელევიზორში პოლიტიკოსი, უფრო მეტი ამპარტავნება აქვს. ვინ იგებს, რომელი პოლიტიკური ჩვენი მტერი იგებდა ყოველთვის. აი ეგ არის ფაქტი, მაგრამ ნუ მე ვერავინ ვერ მისაყვედურებს, იმიტომ რომ კი არა, კაი ბიჭი ვარ და უშესწორ მილიონი სისულელი ჩამიდენია, ხო? ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ ყველაფერს ვაკეთებდი დახურულ შეხვედრებზე, ღიადაც რო ერთობა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ჩვენი კოალიცია იყო პირველი, ვინც იძახდა, რომ ერთობა და ახლაც არის და ჩვენ არანაირ სხვა პლატფორმებში არ მონაწილეობთ, არის ალომე ზურაბიშვილთან წინააღმდეგობის ფრონტი, წინააღმდეგობის პლატფორმა და ვართ იმის მონაწილეები. ხო და აი ეს დანარჩენი რაღაცები არ მოწოს. რატო ხდება ამბიციების გამო და მეტი არაფრის გამო. ბატონო, 26 მაისი ახლოვდება და მოდით ამ თემით დავასრულოთ. ხო ვიცით, რომ ალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, მონაწილეობით 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტია შექმნილი. რა მოიფიქრეთ? აი როგორი იქნება 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც თქვენ გეგმავთ? იცი რა, რაღაც ჯადოსნური ჯოხები და ისინი არაფერი არ მოგვიფიქრებიან, რომ არ იქა რაღაცა გაიხსნება და ზეციური ლაშქარი ჩამოვა იქიდან. არა, ერთი არის, რომ 26 მაისი არის ჩვენი თავისუფლების დღე. აი ამ რუსებს და ამ სამშობლოს მოღალატეებს ქართულ ოცნებას ამ დღის აღნიშვნის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ 26 მაისი იყო რუსეთისგან თავისუფლების მოპოვების, რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევის და თავისუფლების აღდგენის დღე. თავისუფლება 1801 წელს აგვართვის რუსებმა, ვინმეს თუ კარგად ახსოვს, ჯერ ქართლ-კახეთის ოკუპაციით და ანექსიით და მერე დანარჩენი საქართველოსი. შესაბამისად, დავაღწიეთ 1918 წლის 26 მაისს რუსეთს თავი, მოვიპოვეთ თავისუფლება და ჩვენ, ვინც ახლა ვდგავართ ქუჩაში და ვაპროტესტებთ ამათ რუსულ ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს უფლება ამის აღნიშვნის, იმათ არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი რუსეთის უკანალში არიან შეტენილები და ისევ იქ უნდათ ამ ქვეყნის დაბრუნება. და სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო მათ სიცილად არ ყოფილიყო და რუსულ გუბერნია წარმოუდგენიათ საქართველოს. ზუსტად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ და ჩანს კიდევაც მათ ნებისმიერ ქმედებაში. ამდენად აქ რაღაცა მოლოდინი რო არიქა ალომე ზურაბიშვილი გამოახლა თეთრი ტაიჭით, ანუ ვიღაცა ჩამოვა ციდან მსახურალი ლახრით, ეგრე არ მოხდება. გავიდეთ, უნდა ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგენისაა. და ყველამ უნდა დავიცვათ. ყველას მოგიწოდებთ, რომ აი ეს ლაღად ქართულად მხნედ გამოვიდეთ 26 მაისს და დავენახოთ ამაც და მთელ მსოფლიოს. ახლა რა არის? ჩვენ თუ აქ წინააღმდეგობას ვაჩვენებთ, ჩვენ თუ ჩვენ თავში იმედგაცრუებას, იმას ამას დავძლევთ და გამოვალთ ქუჩაში ისე 26 მაისს ძალიან ბევრი დავდგებით. აი ამას დაინახავს მთელი მსოფლიო და ამიტომა მე მხარდაჭერა რომ მოდის. მეგობარი აქტი იქნება თუ ევროკავშირის სანქციები იქნება, რაც ამათ ურტყავთ სუსხივით. და აი როგორც იმის რა ქვია დენის დარტყმის აეგრე ეშინიათ ხო? აეგრე უნდა დავჭინჭროთ, იმიტომ რომ ბევრნი უნდა გამოვიდეთ. ბევრნი უნდა გამოვიდეთ, სოფლიომ დაგვინახოს, რომ აქ ეს ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, ეს უნდა დაინახოთ. და შემდეგ ხარსაც დაგვიჭერენ და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ბევრნი უნდა გამოვიდეთ, ვაჩვენოთ, რომ პროტესტი არის, მუხტი არის, ბრძოლის უნარი შეგვწევს. დაგეგმილია მასშტაბური აქცია, მოკლედ დაგეგმილია მასშტაბური აქცია. 26 მაისს ყველა თავი დასვენების დღეა, თავისუფლების დღეა და გამოდით ვაჩვენოთ თავისუფალმა ქართველებმა დამონებულებს რომ ბევრი ვართ. მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. ალეკო ელისაშვილს ვამშვიდობებით, სწორედ ის პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ლაშა ტუღუში გვერდდება, ასე რომ დაგვაოდით. მაშასე რეკლამის შემდეგ დღის ნიუსრუმი ისევ პირდაპირ ეთერშია და აგრძელებს მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე ლაშა ტუღუშია ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ შემოგვიერთით. დიდი მადლობა მოწვევით. ბატონ ლაშა, რამდენიმე ახალი თემა შეფასების საგანი და მოდით სწორედ ამ ახალი თემებით დავიწყოთ. ერთი მხრივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, მისი ფუნქციები კი გენერალურ პროკურატურას გადაეცემა. მეორე მხრივ კი დაზვერვის სამსახური გადადის მთავრობის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ყალიბდება როგორც სუსის საქვეუწყებო დაწესებულება ეროვნული დაზვერვის სააგენტო. აი მარტივად გითხავთ, რატომ ეს ყველაფერი, რა მიზეზი და მიზანი უნდა ჰქონდეს ცვლილებებს ერთს და მეორე შემთხვევაში? მე ვფიქრობ, რომ ეს მორგებულია იმ საჭიროებებს, რომელიც დასახა ამ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი ჰქვია. მათ ჭირდებათ მეტი კონსოლიდაცია, მეტი კონცენტრაცია ძალაუფლების
ისინი არ ფიქრობენ არც ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებაზე, რაც პრინციპში დაარღვიეს, როდესაც გააუქმეს სპეციალ საგამოძიებელ სამსახური, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში იმ ვალდებულებებთან, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებას. მეორე საწავიდა ეს დაბრუნდა პროკურატურაში, ეს არის ის, რომ აღარ თამაშობენ რაღაც თამაშებს დასავლეთთან, თავის ძროზე რატო შეიქმნა? იმიტომ შეიქმნა, რომ არ იყო ეფექტური პროკურატურა და აღიარეს არაეფექტურობა. ხო, თუმცა არც საგამოძიებო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მისამართით გვესმოდა დადებითი შეფასებები პირიქით, როგორც არის სამთავრობო სექტორის, ისე ოპოზიციური სპექტრის მხრიდან მუდმივად კეთდებოდა განცხადებები, რომ სამსახური მის ფუნქციებს არ ასრულებს და კი ბატონო, თუმცა ჩადებული ამ ასე ვთქვათ პროცესში და ამ ინსტიტუტის შექმნაში იყო ის, რომ არ იყო ეფექტური პროკურატურა განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც გამოძიება ქვია. აღიარეს ეს და შექმნეს დამოუკიდებელი, ვითომ დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ანუ მიყვანა ამ ლოგიკაზე, თქვენს რომ ხო, ჩვენ ეს არ გამოგდის, ამიტომ ვქმნით ესეთ ახალ ინსტიტუტს, მაგრამ ეხლა თქვენ ჩაიქნეს ხელი უკვე აღარ თამაშობენ და რეალურად რაც არის სურათი, ის არის სურათი. ანუ პროკურატურა არის თავი და ბოლო აი ამ გამოძიების ნაწილში, იმიტომ ის ხელმძღვანელი, რომელიც დანიშნეს, ის პროკურატურიდან იყო იქით გადასროლილი და ეხლა უკან გადმოისვრიან, თუმცა სად გადმოისვრიან ეგ საალკე თემა, იმიტომ რომ მას სანქცია აქვს დაკისრებული და დანართულ ვითარებაშია მთლიანად ეგ სისტემა, მაგრამ ნუ დავანებოთ ამას თავი. ეხლა რაც შეეხება მიზანს მე ვამბობ, რომ ეს არის ფორმალურად მაინც როდესაც არის გაყოფილი, მაინც გარკვეული რისკებს მოიცავს, იქ რაღაც თანამშრომლებია, მათ შორის ისეთი თანამშრომლები, რომლებიც ესე ვთქვათ პატიოსანი ადამიანები არიან, ჩვენ რაც ვიცით მათ შესახებ, მათ არ ქონდათ სივრცე მუშაობისთვის, მაგრამ კონსოლიდაცია, უბრალოდ კონცენტრაცია ძალაუფლების იმისთვის არის, რომ ესეთი თანამშრომლები გაუშვა, არასანდო ხალხი გაყარო გარეთ, სანდო დაიტოვო, სანდო არის ის, რომელიც ყველაფერს მოაწერს ხელს და ნებისმიერ ასე ვთქვათ ბრძანება შეასრულებს, რამდენად კანონიერია, კონსტიტუციური, არაკონსტიტუციური, ადამიანური, არაადამიანური მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს პროცესი მიდის აქ. იგივე გარკვეული ნაწილში მსგავსი ვითარება დაზვერვასთან დაკავშირებით, თუმცა დაზვერვა ძალიან რთული საკითხია. მე ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შეცდომა ეს და ნუ ეს პირველი არ არის, საერთოდ ამ შეცდომების თვლაში ვართ, ხო, ყოველდღიურად რაღაც ეგეთი ამბები ხდება, თუმცა დაზვერვის შემოტანა სულში ძალიან სერიოზული სტრატეგიული შეცდომა, იმიტომ რომ ჯერ ბევრი საკითხია, მათ შორის ინსტიტუციურად არ შეიძლება ესე ერთად იყოს, ვთქვათ, კონდაზვერვა, ერთი ხელმძღვანელი ყავდეს პირდაპირ მნიშვნელობით. მათ აქვთ ინტერესთა კონფლიქტი, შეიძლება ერთი მეორე საკითხით დაინტერესდეს და რაღაც, ნუ ეს წარმოუდგენელი აბსურდია დემოკრატიებში, ესეთი რაღაცები არ ხდება, თუმცა ეხლა რაზე ვსაუბრობთ აქ, ხო? მაგრამ ესეც რისკის ქვეშ დააყენებს იმ ძალიან ბევრ კადრს, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქვეყნის ინტერესებს, მათი ორიენტაცია იყო მსგავსი, რაც ქვეყანას ჰქონდა დეკლარირებული, ეს იყო პროდასალური გუნდი ძირითადად, თუმცა ხა გასაგებია, ყველა ერთმანეთი შეიძლება არ არის და ყველა დიდი პროფესიონალი, მაგრამ ეს არის სერიოზული ჩემი აზრით დარტყმა ჩვენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე. და გაერთიანებაც ეთყობა აი ეს რუსული ხაზი აქაც სერიოზულად მუშაობს. აი ამ კონტექსტში მინდა ზუსტად გკითხოთ, ეხლა არაერთი ექსპერტი უსვავს ხაზს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა დასავლურ განსაკუთრებით აი ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სამსახურებთან. ის რაც ახლა ხდება, შეიძლება შეფასდეს როგორც ამ ყველაფრის ჩახსნა, ამ პრაქტიკის ჩახსნა? ნუ ბუნებრივია, ეხლა ეს პირდაპირ ხაზში აღარ იქნება, ასე თქვა, სუსით გაფილტრული და ნუ შესაბამისად ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი იმას, რაც თქვენ ბრძანეთ, რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხის ქვეშ აყენებს, იმიტომ რომ ამ მოდელში შემოყვანა პირდაპირ გვეუბნება
მაგ საფრთხის თაობაზე. პირდაპირ გველაპარაკება მაგ საფრთხის თაობაზე. ხა ზოგადად საგარეო საკითხია ასევე მე მინდა გითხრათ ის რაც ხდება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა ესა თემა რომელიც რატომღაც ამ დისკუსიების მიღმა ჩვენ გვახსოვს ფაქტობრივად თითქმის მე-13-მა თანამშრომლების ამ სისტემის მოაწერა ხელი განცხადებას რომელიც იყო წინააღმდეგობაში იმ ასე ვთქვათ გადაწყვეტილებასთან რომელიც მიიღო თავის დროზე გახსოვთ ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დიდი ნაწილი არ შეუერთდა უბრალოდ გააპროტესტა თან ღიად ეს გადაწყვეტილება იქ დაიწყო პროცესი ისეთივე როგორც არის დანარჩენ სისტემებში ხო აი რაც ახლა თქვენ ძალიან დაზვერვა მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში თავიდან გამოხელახა გამოცხადა კონკურსი ბევრმა არ შეიტანა იმ კადრმა ახლა ბევრს მე ვიცნობდი ჩემი საქმეებიდან გამომდინარე არიან ძალიან მაგარი პროფესიონალები ჩათვალეს რომ აზრი არ აქვს საერთოდ იქ რაიმეს ასე ვთქვათ მიმართულებით აქტივობას რაიმე მიმართულებით აქტივობას არანაირი აზრი არ ქონდა ვიღაცებმა შეიტანეს მაგრამ ფაქტიურად მე ვფიქრობ სავარაუდოდ მე-13 აი ამ დიდი სისტემის რომელიც მართლა აწლეულების განმავლობაში შენდებოდა აი ის ძალიან კარგი კადრები აღმოჩნდებიან გარეთ იმიტომ იმათ აქვთ ღირებულებები იმათ გაბედეს და მიიღეს გადაწყვეტილებები მოაწერეს აი ეს ხალხი აღმოჩნდება გარეთ ანუ რაზე საუბრობთ ხო დღეს ხო ეს დაზვერვა საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოები ფაქტობრივად მე შეიძლება კაცრი განცხადება გავაკეთო მაგრამ ჩემი აზრით მიმდინარეობს გრევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ ინსტიტუტის როგორცაა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ნუ ასე ვთქვათ ამ სისტემაში მოქცეული მთელი რაღაცა ქვე ნაწილების პირდაპირ მნიშვნელობით მიმდინარეობს ამ სისტემის გრევა დღეს რატომ? იმიტომ რომ ის ხალხი ასევე როგორც მე მოგახსენეთ დაზვერვაზე, აქაც არიან ღირებულებების მატარებლები, მათ წარმოუდგენიათ საქართველოს დასავლეთის ნაწილად და არა სხვა რაღაცების, მაგალითად რუსული სივრცის ნაწილად. მათ ეს ღიად გამოხატეს, ამის გამო გამოცხადდა იქ რეორგანიზაცია. ამის გამო ისინი დაატოვებენ, მათ დაატოვებინებენ, უფრო სწორად რო ვთქვათ, დაატოვებინებენ სამსახურს. რასთან გვაქვს საქმე, ხო? აი ყველგან ანალოგიური ვითარება იგივე მოხდა იუსტიციის სამსახურებში, სხვათა შორის ესეთი პროცესები მიდის დანარჩენ ნაწილში სპეცსამსახურების ძალოვან სისტემებში ყველგან ადამიანები, რომელსაც გააჩნიათ ღირებულებები მათგან თავისუფლებიან. ყველგან ქართული ეცემა თვით ლუსტრაციას არქმევს იმ პროცესს, რასაც ეს არის ლუსტრაცია, დიახ, ლუსტრაცია, ოღონდ რას უძახით ლუსტრაციას და ლუსტრაციის ასე ვთქვათ, სურათი რა არის, ხო, სად გახარ, ხო? და ვინ სად გას, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ახლა. ეს რაც ხდება, მე მგონი კითხვები აქ არ არის. ნამდვილად არ არის მარტივი მოსასმენი ახლა შეფასებები, რომელსაც თქვენ აკეთებთ, თუმცა სამწუხაროდ ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი. დრომით და სწორად გავანაწილოთ და კიდე რამდენიმე თემაზე მოვასწროთ საუბარი. ამ შემთხვევაში რიგ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ემუქრება, ასე ვთქვათ, დაპატიმრების საფრთხე და ცოტა დრო ამ თემასაც დავუთმოთ. იცით რომ გასულ კვირას ირაკლი ოქროაშვილი დააპატიმრეს, ამ კვირაში იგივე გადაწყვეტილებას ელოდება ზურაბ ჯაფარიძე. საქმე ეხება იმას, რომ პოლიტიკოსები არაპირებენ იმ გირაოს გადახდას, რომელიც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მათ სასამართლომ გამოუწერა. აი რა სახელი შეიძლება დაერქვას უკვე იმას, რასაც ამ თვალსაზრისით ვხედავთ, იმას რაც ხდება ოპოზიციის თავს, აი სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნის და მუშაობის კონტექსტში. დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის განადგურების მცდელობის პროცესი საქართველოში. იმიტომ რომ ის ზეწოლა, რომელიც ხდება ოპოზიციაზე, პარტიებზე, ოპოზიციის ლიდერებზე, იმსახურებს ესეთ განსაზღვრებას.
ეს არის შესრულება, შეგვიძლია ვთქვათ, შესრულება იმ დანაპირების, იმ სიტყვის, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა შარშან უთხრა საქართველოს აპრილში, როდესაც მან თქვა, რომ მოაწყობდა აქ ნიურნბერგის პროცესს და მოაწყობდა სწორედ აი პროდასავლელ ძალებზე და აქ მან ეს პროდასავლელს კოლექტიური ძალა დაარქვა და ამ ასე ვთქვათ ამ იდეის განხორციელების მოწმენი ვართ. ხედავთ რომ იგონებენ რაღაც კანონებს. მიყვანს ქართული ოცნება ბოლომდე. იცით რა არის, მე ბევრჯერ გავიმეორე. როგორც ამბობთ პოლიტიკური ოპონენტების განადგურება. მე ბოლომდე ბევრჯერ გავიმეორე ეს მოსაზრება, მათ შორის თქვენს ეთერშიც, მე ვფიქრობ, რომ ისინი გავლენ იქამდე სადამდეც შეძლებენ. აქ არ არის საუბარი მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს თუ არ მე მგონია მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ისინი დაპირდნენ საზოგადოებას და ამას შეძლებს დაგვარად ახორციელებენ. სადამდეც გაუვათ. აი რომ სად გაჩერდებიან, ეგ არის უკვე საკითხი წინააღმდეგობის. ეგ არის საკითხი ამ პროცესზე თვითონ ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციონერი ლიდერების რეაქცია, პასუხი, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა თუ არ თანამშრომლობა, გირაოს გადახდა თუ არ გადახდა. სხვათა შორის თვითონ აქციაზე დაკავებული ზოგიერთი პირი, მაგალითად აი რევაზ კიკნაძე მოუწოდებს ყველას გირაო არ გადაიხადონ, ხელი არავის წაქცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლების მიტოვებას. ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ. თქვენც ნუ იკადრებთ ბრძოლას, ნუ ჩაეხსნებითო გასულ კვირას მიმართა კიკნაძემ პოლიტიკოსებს. როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები, როცა საგამოძიებო კომისიის ხდომაზე დაიბარებენ, ან გირაოს შეუფარდებენ? ცეთა ეს საკმაოდ რთული საკითხია. მე ვფიქრობ, რომ აღსანიშნავია ის, რომ უპრეცედენტო სიმტკიცეს ხედავთ ჩვენ დღეს ბევრი მოქალაქის მხრიდან, მათ შორის პირველ რიგში იმ მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც არიან დაპატიმრებულები, მართლა უპრეცედენტო მოვლენა, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ წავიდა არანაირი კომპრომისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობა აი იმ არადემოკრატიული პროცესის მიმართ საქართველოს ამ დასავლური გზიდან გადახვევის წინააღმდეგ არის ძალიან დიდი. ეს არის ნათელი, როგორ გზას აერჩევენ, მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტი თანხwebdra ჯობია ზოგადად მოქმედებებში და ეს თანხwebdra ბევრ საკითხს ეხება, ეს არ ეხება მარტო გადაიხდი გირაოს თუ არ გადაიხდი, ეს ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, ბევრ მეთოდს, რომელიც დღეს საჭიროებს ჩემი აზრით მეტ კონსოლიდაციას, მეთოდებთან დაკავშირებით შეთანხმებას გულისხმობ კონსოლიდაციას, რაც სამწუხაროდ ხშირად არ არის, თუმცა მე მგონია დაკარგული არაფერია, ანუ მე მგონია რომ ამ ბრძოლის მოგების შანსი ძალიან დიდია. თავარია რომ იყოს მეტი ერთიანობა, მეტი სიმტკიცე, კიდე მეტი ენერგია დაიხარჯოს და არ დანებდეს და არც დანებდება პრინციპში ეს საზოგადოება. და რაც თავარია უნდა გქონდეს წმენა, რომ ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს წმენა არ უნდა შეირყეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვხედავ და ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელსაც ეს წმენა აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცებს შეერყათ, მაგრამ ძალიან ბევრია და ეს არის უნიკალური სიტუაცია. ერთიანობის მნიშვნელობა ახსენეთ, თუმცა მაგალითად ოპოზიციურ ფლანგზე პირიქით დაქსაქსულობას და ახალ ფორმატებს ხედავთ ამ კონტექსტში. მოდით ბარემ ბოლო კითხვასაც დაგისვავთ, მაგალითად პაატა ბურჭულაძეზე, რომელიც ბოლო დროს ერთგვარად სალომე ზურაბიშვილის შეიძლება თქვას მეტოქედაც კი გვევლინება, მასთანაც ხედავთ ცალკეული ოპოზიციური პარტიის თუ სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით შეკრებებს და ასე ვთქვათ იმ ფორმატის მსგავს ფორმატს, რასაც აქამდე სალომე ზურაბიშვილის კარზე ვხედავდით. აი ამ ალტერნატიულ მოძრაობებზე რას ფიქრობთ? ეს ალტერნატიული მოძრაობები და ახალი ფორმატები არის კარგი და ვთქვათ პოლიტიკური პროცესისთვის სასარგებლო, თუ ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, შეიძლება შეფასდეს როგორც ზურაბიშვილის ალტერნატივის და ახალი პოლიტიკური ლიდერის შექმნის მცდელობა. ეს არის პროცესი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მით უმეტეს ესეთი რთული პროცესი გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მეტი აიღონ თავზე, თავის თავში ხედავენ მეტ შესაძლებლობას, რესურსს და აბსოლუტურად ბუნებრივია. ეს კარგია თუ პროცესის დამახასიათებელი? იცით რა, ეს არის პროცესისთვის დამახასიათებელი ელემენტი, რა, როდესაც ადამიანებს აქვს სურვილი მეტი აიღონ თავზე. ბუნებრივია, არსებობს ინდივიდუალური ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და არსებობს გუნდურობა და რაღაცა კოლექტიური ინტერესები, ეროვნული ინტერესები და ამ შემდეგ ის იგებს, ვინც აი ამ ინტერესებს აბალანსებს და რომელიც ახლობს გზებს იმისათვის, რომ ერთმანეთთან იყოს ჰარმონიაში. აი ესე რო გითხრათ რა, სხვა სიტყვებით ჰარმონიაში ინდივიდუალური და რაღაცა გუნდური, ზოგჯერ პარტიული, ზოგჯერ გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესები ერთმანეთთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ამას ქვია პოლიტიკური კულტურა. არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიმეორებდეთ იმ შეცდომებს, რასაც ხშირად უშვებდით ბოლო პერიოდში. აი მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა ასე თქვა დამოუკიდებლობა მოიპოვა, როდესაც ერთ ფლანგზე მყოფი პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან დაპირისპირების საფუძველზე აგებდნენ იმ კარგ ბრძოლას, იმ კარგ მიზნისთვის ბრძოლას, რომელიც აშკარა იყო, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს თუ ეს მიზანი აქვს, მე ეს არ დამინახავს, მაგრამ თუ მიზანია, რომ მაინდა-მაინც ხა ებრძოლო ზურაბიშვილს და იმას შეუშალო ხელი, პირიქით ფიქრობ, მე ფიქრობ, რომ საჭიროა ამ ფლანგზე მეტი კონსოლიდაცია. მე ეს თავიდან მოგახსენეთ და ეხლაც მიმეორებ. საჭიროა კონსოლიდაცია და ნებისმიერი ადამიანის, ისეც როგორც არის ბატონი პაატა ბურჭულაძე, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და კიდევ სხვა ბევრი ცნობილი სახელი და გვარი, მათთვის სამოქმედო სივრცეები არის ძალიან დიდი, საქმე არის ძალიან ბევრი, ხალხია ცოტა. გახსოვთ ეს ცნობილი გამონათქვამი, ამიტომ ჯობია რომ იფიქრონ საერთო ინტერესებზე, საერთო მიზნებზე, ვიდრე ერთმანეთს დაუპირისპირონ. მადლობა ბატონ ლაშა, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო, ლაშა ტუღუშს ვემშვიდობებით. დღის ნიუს რომიც ამით დასრულებულია, შესაბამისად ერთმანეთს უკვე ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.